დაპირებისამებრ, გთავაზობთ ინფორმაციას ხშირ და გავრცელებულ დაავადებებზე და მათ სიმპტომებზე. უყურეთ ვიდეო ახსნას, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და თუ ნახავთ, რომ თქვენს გაქვთ მსგავსი სიმპტომები, მოიწერეთ კომენტარები და დასვით კითხვები. კივანახველა, იგივე პერტუსი, წარმოადგენს ბაქტერიული ინფექციით გამოწვეულ სასუნთქი გზების მწვავე დაავადებას, რომელიც ძირითადად აზიანებს ბავშვებს, თუმცა მოზრდილებშიც და უფროსი ასაკის ადამიანებშიც გვხვდება. დაავადება ხასიათდება ძლიერი, ხველის შეტევებით, რასაც თან ახლავს სპეციფიკური ხმიანობა, ხშირად კივანის მაგვარი ხმა, განსაკუთრებით ჩასუნთქვისას. კივანახველა საკმაოდ გადამდებია და ხშირად ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით, ინფიცირებული ადამიანის ხველის ან ცემინების დროს. ევროპული სამედიცინო გაიდლაინების თანახმად მნიშვნელოვანია ამ დაავადების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, განსაკუთრებით ახალშობილებში და მცირეწლოვან ბავშვებში, რადგან მათში დაავადებამ შესაძლოა მძიმე გართულებები გამოიწვიოს. კივანახველას გამომწვევია ბაქტერია ბორდერელა პერტუსისი. ინფექცია ვრცელდება შემდეგი გზებით და ჰაერწვეთოვანი გზა, ბაქტერია გადადის ინფიცირებული ადამიანის ხველის ან ცემინების დროს ჰაერში გამოყოფილი წვეთებით. პირდაპირი კონტაქტი, ინფექცია შესაძლოა გადავიდეს ინფიცირებული პირის მიერ დაბინძურებულ ზედაპირებთან კონტაქტის შემდეგ. დაავადების სტადიები და სიმპტომები. კივანახველას მიმდინარეობა 3 სტადიად იყოფა. კატარული სტადია 1-2 კვირა. სუბუქი ხველა, რომელიც თავიდან ჩვეულებრივ გაციებას ჰგავს. მცირე ცხელებას ზოგჯერ. ცემინება. მადის დაკარგვა. პაროქსიზმული სტადია 2-6 კვირა. ხველის შეტევები, რომლებიც თანდათანობით ძლიერდება. ხველა ძირითადად ღამით ძლიერდება. ხველის შეტევის ბოლოს ჩასუნთქვისას ისმის სპეციფიკური ყივანის ხმა, თუმცა ეს სიმპტომი ყოველთვის არ ვლინდება. ხველების შეტევის დროს შესაძლოა გამოვლინდეს სახის გაწითლება ან გალურჯება, ღებინება. დაღლილობა და სისუსტე ხშირი ხველის შეტევების გამო. გამოჯანმრთელების სტადია რამდენიმე კვირა ან თვე. ხველის შეტევები თანდათან მცირდება სიხშირით და ინტენსივობით. სიმპტომების სრულად გაქრობას შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს. კივანახველის დიაგნოსტიკა ხდება შემდეგი მეთოდებით. სამედიცინო ისტორია და ფიზიკური გამოკვლევა, ექიმი აფასებს პაციენტის სიმპტომებს და სამედიცინო ისტორიას. ნაზოფარინგეალური ნაცხი, ხახიდან აღებული ნაცხის ლაბორატორიული ანალიზი, რაც საშუალებას იძლევა დადგინდეს ბაქტერიის არსებობა. სისხლის ანალიზი, სისხლის საერთო ანალიზმა შეიძლება აჩვენოს ლეიკოციტოზი, ლეიკოციტების მომატება, თუმცა ეს არ არის სპეციფიკური კივანახველისთვის. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია, სწრაფი და ზუსტი მეთოდია ბაქტერიული დნის გამოსავლენად ნაცხში. მკურნალობის მეთოდები. კივანახველას მკურნალობა მიზნად ისახავს დაავადების სიმპტომების შემსუბუქებას, გართულებების პრევენციას და ინფექციის გავრცელების შეზღუდვას. ევროპული გაიდლაინების მიხედვით, მკურნალობის ძირითადი მიდგომებია. ანტიბიოტიკები. ანტიბიოტიკები, როგორიცაა მაკროლიდები, მაგალითად აზითრომიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, გამოიყენება განსაკუთრებით დაავადების ადრეულ სტადიაზე, ინფექციის გავრცელების შესაზღუდად და სიმპტომების შესამსუბუქებლად. ანტიბიოტიკების გამოყენება მნიშვნელოვანია დაავადების პირველ 2-3 კვირაში, სანამ ხველის შეტევები არ არის ძალიან ძლიერი. იმ შემთხვევაში, თუ მაკროლიდები უკუნაჩვენებია, მაგალითად ალერგიის გამო, შესაძლებელია ტრიმეტოპრიმისულფამეტოქსაზოლის, კოტრიმოქსაზოლი გამოყენება. სიმპტომური მკურნალობა. ხველის საწინააღმდეგო საშუალებები, ძლიერი ხველის შეტევების შესამსუბუქებლად, ექიმმა შესაძლოა დანიშნოს ხველის საწინააღმდეგო საშუალებები, თუმცა მათი ეფექტურობა კივანახველის დროს შეზღუდულია. სასუნთქი გზების დატენიანება, მნიშვნელოვანია სითხის მიღება და ჰაერის დატენიანება, რაც ხელს უწყობს ლორწოს გათხელებას და ხველის შემსუბუქებას. დასვენება, საკმარისი დასვენება მნიშვნელოვანია ორგანიზმის გამოჯანმრთელებისთვის. კვება, რეკომენდებულია მსუბუქი ადვილად მოსანელებელი საკვების მიღება. ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები, თუ ხველის შეტევებს თან ახლავს ღებინება, ექიმმა შესაძლოა დანიშნოს ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები. სამკურნალო მედიკამენტებისა და საშუალებების ჩამონათვალი. მაკროლიდური ანტიბიოტიკები, აზითრომიცინი, კლარითრომიცინი, ერითრომიცინი. ალტერნატიული ანტიბიოტიკები, ტრიმეტოპრიმის სულფამეტოქსაზოლი. სიმპტომური საშუალებები. ხველის საწინააღმდეგო საშუალებები, მაგალითად, დექსტრომეტორფანი, კოდეინი, გამოიყენება სიფრთხილით, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები, მაგალითად, ონდანსეტრონი.
ფიზიოლოგიური ხსნარი ცხვირის დასაბანად. დამატენიანებელი, ჰუმიდიფიკატორი. სითხეების მიღებას დასვენება. კივანახველის პრევენციის საუკეთესო მეთოდია ვაქცინაცია. ვაქცინაცია, როგორც წესი, ტარდება ბავშვობაში და შედის სავალდებულო იმუნიზაციის კალენდარში. ევროპული გაიდლაინები გვირჩევენ ვაქცინაციის ჩატარებას შემდეგი სქემის მიხედვით. პირველადი ვაქცინაცია 2-4-6 თვის ასაკში. რევაქცინაცია წლინახევრის ასაკში 4-6 წლის ასაკში, 11-12 წლის ასაკში და მოზარდებში. დამატებითი რჩევები. იზოლაცია, თუ თქვენ ან ოჯახის წევრს კივანახველა დაუდგინდათ, თავი უნდა აარიდოთ საზოგადოებრივ ადგილებში სიარულს და დაუკავშირდით ექიმს. ხელების ჰიგიენა, დაიბანეთ ხელები ხშირად საპნის და წყლით, ან გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალებები. ინფორმირება, მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენს ახლობლებს დაავადების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ინფექციის გავრცელება. მკურნალობის სრული კურსი, მიიღეთ ანტიბიოტიკები ექიმის დანიშნულების შესაბამისად, სრული კურსით, სიმპტომების გაქრობის შემთხვევაშიც კი. კივანახველა არის სერიოზული დაავადება, განსაკუთრებით ჩვილებში და მცირეწლოვან ბავშვებში. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა აუცილებელია გართულებების პრევენციისთვის. ვაქცინაცია კი დაავადების საუკეთესო პრევენციული საშუალებაა. დასვით თქვენი კითხვები ჯანმრთელობის შესახებ კომენტარებში. ასევე მოგწერეთ კომენტარებში, რომელ დაავადების შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი სხვადასხვა გავრცელებულ დაავადებაზე და მათი მკურნალობის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას.